სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ახალი დღიდან ყველას გულითადი სალამი. პატივისცემა და სიყვარული. დღეს მეგობრებო, ამიდი, მაშალა, ძალიან კარგია. შვილებსაც კარგად აქვს საქმე, ჩვენს კარგად ვართ. ორი დღეა ფერმაში ერთ საქმეს ვაკეთებთ. იცით, ბოლოს ფაისალის ფრჩქილები კარგად გაუსუფთავეთ, მაშინაც გითხარით, რომ კონტეინერის წინ სუნდურმა გავაკეთებთ მეთქი. ორი დღეა სუნდურმაზე, არა ორი დღე, უფრო სწორად, ერთი დღე ვიმუშავეთ, ერთი დღე ვისვენეთ. ხო, სუნდურმას იქ ვაკეთებთ. დღეს ამას გაჩვენებთ. და ზოგი შვილების ადგილს შევცვლი. მათ მოვაწყობთ. თქვენგან ერთი თხოვნა მაქვს, მანამდე გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. გააკეთეთ სიკეთე გთხოვთ, ხარდაჭერისთვის. თუ ამ ვიდეოს მოიწონებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწერთ. ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. ნორა, მოდი აქ შვილო, მოდი აქ. ნორა, მეგობრებო, მააშალა, მუცელი ძალიან გაეზარდა. ბავშვის გაჩენა მალე იქნება. როგორ ფიქრობთ, რამდენი ბელი ეყოლება? ველოდები თქვენს კომენტარებს. ვინ გამოიცნობს სწორად? როცა დაიბადება, ღმერთისნებით ვნახავთ. იმედია ჩემმა გოგომ ჯამთელად და კარგად იმშობიაროს. იმედია ნათელი და ჯამთელი შვილიშვილები გვეყოლება. ხომ ასეა, ნორა, ძალიან უდაიღლები. გაუშვისის, უკვე 9 საათია გასულია, თქვი ცოტა იაროს, გაისეინოს გოგომ. გალავნის შიგნით დაღლილი იყო. დღეს მის ადგილსაც მოვუწყობთ ოთახებიდან ერთში, რომ იქ დარჩება. რომ შვიდად იმშობიაროს მაო და თავის ლეკოს მიხედოს. მასაც მოვუწყობთ, ხო ასეა, ნორა? მოდი შვილებს რიგრიგობით მოვინახულოთ. ოდინ შვიდად, ოდის ვეუბნები. ალექს, დამშვიდდი. დღესთან მამა შენს დიდებულებას ვენაცვალე. გაგიშვა შვილო. გაუშვა ჩემი მეგობრები. ეხლა ვერ გაუშვებ, იმიტომ რომ ცოტა ხანში მაზურუმ მამა გამოვა ასპარეზზე. მაზურუმი. რეინა, სად არის ჩემი ლამაზი? ასია. ცოტა ხნისი გალიები და ყველაფერი კარგად გავასუფთავე ძმაო. ბოლოს აღებავი დავადეთ, ხო გახსოვთ? ძალიან კარგად გამოვიდა. ზოგიერთმა თქვა, სახურავი არ შეღებე. სახურავს დახურავს დიდი ალბათობით თეთრად შევღებავ. ამ ქვედაფილაზე შევხედავთ, ნახოთ. მათთვის სპეციალური საღებავი ყოფილა, მოვაგვარებთ. ოდინ გამოგიყვანო, ოდი. გოქან გამოვიყვანო, ოდინ. ეს კაცი ცოტა წინ წამოიწიოს. ძმაო, ეს გიჟია. გალიას ვანგრევთ, ეს ორი გვაგიჟებს. მეც კარლოსი ავიყვანო. კარლოსი ახლა არა იყვანო. გინდა ორდინი და კარლოსი შევახვედროთ. ესეა? ოდინი და კარლოსი. შევადაროთ. შვილო, შენ გაგიჟდი. იცი რა ამბავი გამოვა? რას ამბობს ეს მეგობრებო? ჩემი აზრით შეთანხმებიან. შეთანხმდებიან კიდე, ოდინთან და კარლოსთან. შენ გონი გაგიჟდი, ხო? ბაცბამ გონი გაგიჟდი. მე კარლოს დავიჭერ. ალბათ თავი ხეს უნდა მივაბა. კაცო, კარლოსი შენს ბიჭს ცვლიანად მიწაზე გაათრევს. ხეს მივაბავ მეთქი ვამბობ. გამოიყვანე, კარლოსი გამოიყვანე. ასილი არ გამოგეპაროს. ნამდვილი ზაღლობის სისწრაფეს ეხლა ვნახავ, ნახე. არა, ნახე. ადექი. მიდი. არა, ძმაო. ეხლა ნამდვილი ზაღლობის ნახვას ვაპირებ. მიდი. საბელი დარჩა, საბელი. აი, ამას ბრა. საერთოდ არ შევეხები, ჰე? ვაი, კოჩახ. მოიცა ეგეს მე დავხურა. ნახე, გენაცვალე. ცხოველებს თავგზაებად. აუ, გოქან. მოიყვანე კარლოსი, გაასეირნე ცოტა. კარგი ალექს, დამშვიდდი. ვაი. ასლანო ძმაო ჩემო. აკეთებ ამ სპორტს. შენ რო ყოფილიყავი, იმასაც გააცდენდი. შვილო. ჯერ კაპუს არ გასწრებია, დრო აქვს. გასწრო. ჯერ არ გასწრებია, დრო აქვს. ერთი გაასეირნე, ნახე. ღმერთს ვენაცვალე, მაშალა კარლოს. ჩემი ლომი ხარ, მოიტანე. მეც ალექს ვაყენებ, ბიჭო. გაიცადე, ნორა. ჩემი ლომი. თუ შენ ის გამოიყვანე, მაშინ მეც ალექს გამოვიყვან. გაიცადე, ნორა, ნუ მივახელდებიას. მაშალა, ნამდვილი ტყვია სავიცა. კარლოსი თუ ალექსი, ვინ მოიგებს? ძმაო, მეფე აქაა, კაცო. მეფე იქაა, მეფე. ალექს, მაშალა ჩემს გოგოს. ნამდვილი ტყვია, ღმერთს ფიცავარ. ოპა, ბიჭო, ნუ აჭარბებ, ცოტა აკდა და ფექს დაკარგავდა. გაუშვა ისე. მე რო არ გამომეყვანა, უკბენდა. მე კიდე გამოვიყვანი, არ ნახე? აი, ნახე. ალექს შეხედე რა, ფიზიკას შეხედე რა. თურქეთის საუკეთესოა. მაშალა ჩემს გოგოს, სოფლიოში ერთ-ერთია. ამ ხარისხს შეხედე. ღმერთს ვწირავ. ვაი, ვინც ნახავს, იტყვისო, ქალია.
კაცივითაა, მაშალა. ლომი გოგო ხარ. ძმაო, მოდი ჩვენც დავითვოთ სპორტი ამ ხალხთან ერთად. დავიწყეთ. ისე მარლა შვილო, ისე რო თქვი, ნუ მიაქცე ყურადღებას. დაიცადე, ალექს. დაიცადე, ბიჭო. შენ არავის შეუნაცვლები ხარ საყვარელო. ეს იმიტომ რომ უკვე დაბერდი. არ. ერთი წუთი. ოჰო. დებერი მგელი. რასტირია? ესენი თავს გესხმიან, ვერ ხედავ. ვინ, ბიჭო, რა გააკეთა? შენს ფეხქვეშ მოვყევი თავს მესხმის. არა, შვილო, არ მინახავს, ბიჭო, წინ ვიყურები, ხო იცი? ფეხი ასე მაქვს აქედან. მე ის როგორ დავინახო? აქედან თავს ესხმის. მე ის როგორ დავინახო? ხო, არაფერი მოხდა. არა, ვერ დაიჭირა. მე ის როგორ დავინახო? მე ხო პირდაპირ უყურებ. ნორა, ჭკვიანად მოიქეცი. დაიცადე. მოდი, ალექს. ალექს, მაო, შეხედე ამას. არა, გაჩერდი. გოგან, პრობლემები შეგვიქმენი, ბიჭო. გადადი. დაიცადე. მოიტანე, კარლოს შეხედე. ისე ვინმე სიხს ჩაარტყამს. კარლოს, შეუბედურო. ისე ვინმე სცემს ეს კაცი. მოიტანე, დადე, გავხსნი. კარგი შვილო, მე გავხსნი. გადადი. ფრთხილად იყავი. ძმაო, ალექსი ხო იცი? ისეთი არასტაბილურია. ვერ ხვდები რას გააკეთებს. გოგო, შენ რატო შემოხვედი უკან? მე ვერ დაგინახე გადარეულო. ალექს რატო ესხმითავს? რა თქმა უნდა, მარლაზე რო შედევა დაინახა, გაბრაზდა. տեսთან შვილო, მომავალში შენს ყურებას ვაპირებთ. მოემზადე, გენდობი. გაიგე? ჰავა ცხელა, თუ კარლოსმა ცოტა ზედმეტად გამაუპლიანა. დღეს ჰავა ცხელა. სხვაზე წავიდე და ვიცურავთ. ესეთი სიცხეა, მაშალა. ეხლა, პუსად, ისევ არეულობა მოვაწმე, გიჟი პუსად. მოდი ძმაო, საჩდილობელთან გადავიდეთ. ან ჯერ მაზლუმები წავიყვანოთ. შერეგ მოვითაოთ. მე ამოვიშნდკეთ, მეგობრებო. ეხლა იმ კუთხეში პატარა ადგილი ხოლ არის, იქ პატარა შეკეთების საქმე იყო. მათული დავამაგრეთ. ძაღლებმა იქ ცოტა ხნისი დააზიანეს. კარს უკვე გავაკეთეთ. ხო, კარი უკვე დასრულებული იყო. ეხლა იქ მაზლუმს და ჯოკეს მოვათავსებთ. როკით დავამატე. ეხლა ფისტიკის ბაჭიებთანა, ბურაკთან ერთად სახლში წავიყვანე. სახლში იზაბელი გააგიჟა. იზაბელს ცხოვრება შეაზიზღა. იზაბელი ამის გამო ცხოვრებას მოწყდა, დეპრესიაში ჩავარდა. რატო? მუდმივად იზაბელს თავს ლოკავს. ზემოდან ახტება. გააგიჟა გოგო. იზაბელი კი ეხლა მშვიდი და ჭკვიანი გოგოა. ესეც ეხლა ხან ფისტიკის ბაჭიებთან მივიტანე. ფისტიკის ბაჭიებმა ეს მერე ლინჩის წესით გაასამართეს. ისაბელმა რაც გამოიარა, ყველაფერი თავზე დაატყდა. კონტეინერი იქ დადგა და გაიქცა. უსინდისო. ყველგან გარბის გველივითა, ყველგან. ეხლა გოგან ჯოკერს აიყვან თუ მაზლუმს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაო. თუ არჩევანი გექნებოდა, ლეკვებსაც გადაუღე რა. დაიცადე ცოტა, ეხ ხელის ეტნი ცოტა წინ წაიღე. ბავშვებო, მოდით აქ, მოდით. სად არიან ჩემი სიყვარულები? სად არიან ჩემი ლამაზები? სად არიან ჩემი ბავშვები? უკვე დიდები გახდით თქვენ. თქვენ უკვე დიდები გახდით. სად არიან ჩემი ლამაზები? მეგობრებო, ამ ბაჭიებსაც გავაშვილე, ვიცოდეთ. სამივე გოგოა. პრინცესა და რომეოს ვამბობდი. პრინცესასა და არესის ბაჭიები არიან. ანუ ბოქსერი და პრინცესა დაწყვილდნენ, მათი ბაჭიები არიან. საერთოდ ეს ბაჭიები არ მინდა გავყიდო, ადრე ბევრი ფინო ყვალდა ძმაო. სხვა ბაჭიებიც ყავს, ამიტომაც. ესენიც უნდა გავაშვილო. შეიძლება ერთს დავიტოვო, თუ დავტოვებ. მოდი იმას დავტოვოთ, ძმაო, იმას, რომელსაც თათების ბოლოები თეთრი აქვს. ის ხო ლურჯ თვალება არა? ხო, აი ეს. ამას შეიძლება ჩემთვის დავიტოვო ახლავე. დანარჩენებს გავაშვილებ. ესენის პრინცესის ხელა გაიზრდებიან, მეგობრებო. თუ ვინმე საინტერესებს აყვანა Instagram-ი Typhoon Demirji TV. იქიდან დამიკავშირდით. რა მოუვიდა ჩემ ძაღლებს? ნატაშა, შენ ყოველთვის მიყვარხარ, ყოველთვის. რამდენიმე ლეკვის გაჩვენოთ. შურიანი გოგო, რა გჭირს თქვენ? მოგეწონათ აქ. მახინჯები. ცუდები არიან. გოგან, მაშინ შენ ჯოკერი აივი. ეხლა მე შენ გწავ ცუდ ძაღლს. ფრთხილად იყავი, არავისთან არ იჩხუბოს. მე კი მაზლუმს ავირებ. აჰა, ანადოლუს ლომი გამოვიდა ასპარეზზე. ვაი ღმერთო, რა დიდებულებაა ეს. შეხედე ამ დგომას. მაშალა, რა ბიჭია ჩემი შვილი. მაშალა, რა ლომია ჩემი შვილი. ვაი. თავადობის ნამდვილი შვილი. ჯოკერს ძალიან ყურადღება მიაქცია, რომ დედრებში არ ჩაერიოს. ჯოკერს ძალიან ყურადღება მიაქცია. ჯოკერ! ლომი გოგო ხარ შენ. ესენი ხო ის ყველა მანქანაა. მოდი.
პირველად მაზლუმთან ერთადაც ვსადოთ შენი. გვერდი გვერდ დავაყენებ, კიდევ იჩქუბებენ თუ არა, არ ვიცით. დარწმუნებული არ ვართ. არა უშავს, გზაში გავიგებთ. მოდი. დაისადე, დავინახო, დაისადე, დავინახო, დაისადე, დავინახო, დაისადე, დავინახო. მოდი მაზლუ. გადი შვილო, გადი შვილო. ალლაჰ. მარტო ძმაო, ხალხის ძაღლები, მშვიდები არიან, ჩქვიანები არიან. ჩემები კი ყველა ცელქია. სხვათა შორის თქვით რომ ბაბუა ჩაეკეტა. გუში ყველა. წინამჭედის ვიდეოზე გაგიჟდნენ. დედე დავაგენე ქათმებთან მეგობრებო. ჩვენი ბავის სელკი ბავშვიც ხო ყავს. მასაც ასე უნდა შეეგუო. მას სუდი განზრახვა არ აქვს. ზაღლია, ისიც ძალიან ეჭვიანია. ძალიან ერთგულია თავისი პატრონის. ჩემს დედეს არაფერი უთხრათ. ჩემგან არასდროს მოშორებია? არასდროს მშორდებოდა გვერდიდან. როდის? დილიდან საღამომდე. ეხლა ნახე დედე. საკუთარ პატრონზე ძალიან მიჯაჭვული ზაღლია. დობერმანები, აი გერმანული ნაგაზი. დობერმანი, ასიე, განსაკუთრებით ასიესთან ერთად. მაგალითად კუკური ვიდეოებში ყოველთვის ამად დააკვირდით. სულ ჩემს გვერდით არიან. ეხლა ესენი პატრონზე ძალიან მიჯაჭვულები და ეჭვიანები არიან. ამიტომ. დაიგეთ, მაგრამ დედე ხანდახან ცოტა ზედმეტსაც აკეთებს. არა უშ. ისიც ცოტა გაიზარდოს, ჯერ კიდევ ბავშვია დედე. 1 წლის ზაღლია, ცოტა კიდე გაიზარდოს. ამის შემდეგ დამშვიდდება. ჯოკერი. მარას. ოისა მარა შევადარო მაზლუმი. მოდი აქ. დაკენება შეხედე. ალლა. მარაზი თუ მაზლუმი ძმაო, რას ამბობთ? მაზლუმი. მარას ფიზიკა მანქანასავით აქვს, მაზლუმსა ძალიან ძლიერი თვითდაჯერებულობა აქვს. ხედავ მაზლუმს. ასე ნელა მოდის, ნახე. ნელა, ნახე. ნახე. მათ შეხედე ერთი. ესენი ანატოლიის ლომები არიან, ანატოლიის. მაშალა თქვენ. ცოტა არ გაბედო მაზლუმზე თავდასხმა. ასეთ შეცდომას ნუ დაუშვებ. მოდი ნახე. ჯოკერი. ჯოკერ გინდა გაგიყვანო საცურაოდ. ერთი წუთი. ოღონ 4 უცებ არ გამოიქცეს. მაზლუმ ძმაო, გარეგნულად საყვარელია, მაგრამ გაბრაზებული ძალიან საშიში. ასიე, ნუ მიუახლოვდები იმ ზაღლებს ასე ახლოს. გონებულად მოიქეცი, ნახე. ძმაო, როცა აქ არავინა, არც ჩანს. საიდანაც მოვიდა. ყოველ ზაგთან ახლოს დადის, ხო იცი? ეხლა ნახეთ მეგობრებო. აქ მაზლუმს და ჯოკერს ერთად დავაყენებთ. დაიცადე, ვნახოთ. გოგან, ჯერ ამოს შევახვედროთ ერთმანეთს. ერთად რო გაუშვებთ, არ იჩხუბონ. ამის შემდეგ მაზლუმი და ის აქ დარჩებიან. ჯერ მე მაზლუმს უშვებ, კარგი? მაზლუმ, ირბინე. ეხლა ჯოკერი გაუშვი. გაუშვი, ვნახოთ. ამიერიდან მაზლუმისა და ჯოკერის ახალი ადგილი აქაა. წინაჯერზე ნატაშა, ტონი და კაპლანი აბ ჩაუკეტეთ. ძმაო, 1 საათიც არ გასულა. ყველა გაიქცა. ბადეებს გადადიან, კარებიდან გადადიან. კაპლანმა ბადის კუთხე დააზიანა. აქ ცოტა ჭკვიან ზაღლებსაც მოვათავსებთ. მათთვის კი ბეტონზე სახლის აშენება მოგვიწევს, რომ ვერსად გაიქცნენ. ჯოკერი. ჯოკერ, მოდი. მოდი აქ. მოდი აქ. მოდი აქ. ეს მომწონს, ზღვაზე წავიდეთ, ძმაო. ყველანი გავცხელდით, კაცო. მართლა საშინლად ცხელა, მეგობრებო. მაგრამ მაინც ზღვაზე წავალთ. წინა დღე უთხარი ზღვაზე წავიდეთ, მეთქი. არა, რა გვინდა ზღვაში გავცივდებითო მითხრა. მეორე დღეს კი წვიმა წამოვიდა. ხო იყოს. ის დღე ისეთი ცხელი არ იყო. შვილო, მაინც ცხელი იყო. ზღვაზე უნდა წავსულიყავით, კარგად ვიბანავებდით. რას ფიქრობთ, მეგობრებო? თქვენი აზრით, მაზლუმი და ჯოკერი აქ რო არიან, კარგი გამოვიდა. ჩემი აზრით, კარგი გამოვიდა, ძმაო. თან ფართოა. როცა საჭმელს საცალკე მივცემთ, არ იჩხუბებენ. თან აქ გაერთონ. ესენი სპეციალურად უკან გადავიყვანეთ, ძალიან კეფენ. იმიტომ რომ კეფენ, ნახოთ, აქ ცოტა ცდით. ეხლა მოდი გარეთ გავიდეთ. კარგი? მოიცადე ამ მაზლუმს ერთი მოვეფერო. მაზლუმი. სათხარ შვილო, მაზლუმი. ამ გოქანი გახსოვს? გოქანი გახსოვს გოქანი. მაზლუმი. მაზლუმი. მაზლუმი ისედაც უმადურია, კაცი კი არა. მაზლუმი ამდენჯერ გამოვიყვანეთ სიღატაკიდან. უსინდისო ჩვენზე თავდასხმას ცდილობს. მაზლუმო, დიდი არტისტი ხარ ძალიან. რა იქეცი აბა? შემოლომო, მაშალაში. ანატოლიის ლომი. შენ გენაცვალე. მოდი წავიდეთ აქედან. დამაცადე მე გავაღებ კარს. ეხლა მრახო, ცოტა დავაკვირდეთ აქ. დასვენ მეგობრებო. თუმეთ მაგნას არ იჩხუბო.
თუ არ იჩხუბებენ, ამის შემდეგ აქ იქნებიან კარლოსი, სიმპათიური კარლოსი. ჰექტორის მოიყვანე, ჩვენთან ერთად იაროს. ვინ? დედა ისედაც არ არის. დღეს არ გაუსეირნია. დღესაც გაისეირნოს. შეაბიკაზე საბელი. ხო, აი ჯაჭვი ნახე. ის ჯაჭი მოკლია. აიგე ისიც და მოიტანე. წავიდეთ პარდულისკენ. იქაც ვაჩვენოთ. კარლოს ბაბამას გაისეირნოს. ჰექტორ ბაბამას დღეს გაიაროს. კარგად გაისეირნოს. კარლოსის ჯაჭვს აიღებ. კაცო, ყოველთვის მოდიოდი, მოდი ახლა. არ მოვა. საკელოს მიცემა არ უნდა. მიცემა უნდა. მოდი ეგ მოაგვაროს და მოდით მეგობრებო, ეხლა ახალ რაღაცებს გაჩვენებთ. ეხლა ამ გარეთ მყოფებისთვის გამოსავალი ვერ ვიპოვეთ, იცით? ახალ გალიებს ისევ არ გავაკეთებთ. რაც გვაქვს, იმას გამოვიხენებთ, უფრო გავალამაზებთ. თუ მკითხავთ, რა გამოსავალი ვიპოვეთ? ეხლა კარლოსიც მინდა გაუშვა ეზოში. ამისთვის მარაზი და აპოლონი უნდა მოვაშორო იმ ადგილს, სადაც მიბულები არიან. მარაზი, აპოლონი, არესი, სკაი, მამრი ძაღლი არ უნდა იყოს. ესკობარი აქ დავაკენე. სკაიც აქ დავაკენეთ, მაგრამ სკაის საქმე აქ არ გამოვიდა, მეგობრებო. თუ მკითხავთ, რა მოხდა, სკაი ეს ქვედა მავთულების აკიდად გამოიყენა და პირში ჩატეხვა სადა. სკაი ამ გალიაში არ მოდის. არ გამოდის, ანუ მაგრამ მასთან ვერავინ მივა. რკინის ან მსგავსი რაღაცისგან უნდა გააკეთო, რომ ვერ გატეხოს. ამდენი ადგილი გავაკეთეთ, ამჯერად კი პირით სადა იქიდან ამოგლეჯა. აი ეს შუანაწილი არის. აქ რაც შეიძლება მეტი ნივთი ნაგავი ჩავყარეთ. აქ ყველაფერს გავასუფთავებთ. აქ კარს გავაკეთებთ. მაგალითად, როცა გარეთ გასასეირნებლად სხვა ძაღლებს გავიყვან, აი ასიე, ნატაშა, არ ვიცი, კარამი, მარამი, ამ ოთახში შევიყვანთ, აქ კარს გავაკეთებთ. სკაისთვისაც ძმაო, აქ კარს გავაკეთებთ. აქ დარჩება. კარი შუამდე რკინა იქნება, რო ვერ გატეხოს. სკაი სხვა გამოსავალია, რომ ყველაფრის გატეხვას ცდილობს. პირით გატეხვას ცდილობს. პრობლემები შეგვიქმნა. ამიტომ სკაი მამა, აქ დარჩები სკაი. სკაი წავიყვანო, გოქან სკაი გამოვიყვანო. მაგრამ ჰექტორს ყურადღება მიაქცია, კარგი? შვილო, რატო ცდილობს აბელის ჭამას? გადარეულო, გაჩერდი. ამას საკელოს ჭამის მსგავსი ჩვევა აქვს, მეგობრებო. ნახე. ფრთხილად იყავი, ცოტა უკან დაიხიე, უკან დაიხიე. სკაინელა ძმაო, სკაი გიჟივით ქარჩავს, ძმაო. დაჩერდი, ჰექტორისკენ მიდი. ჰექტორს არც კი აინტერესებს. ჰექტორი ნამდვილი კაცია, ჩხუბი და ხმაური არ აინტერესებს. ხო ნახე. ნეტა ყველა ასეთი იყოს. მოდი ნელა ვატაროთ ისინი. თან იმ ადგილას წავიდეთ. ფარდულის ადგილიც ვაჩვენოთ. დაიცადე. ნახე, სკაიც პირდაპირ ჩხუბის ძიებაშია. ნახე ახლა, სკაის ყველაზე ნაკლებად საყვარელი ძაღლი არის არესი. წავიდე, ნახო, არესთან მივიდე. არა, შედა არესი საუკეთესო მეგობრები ხართ. გონიერად მოიკეცი. ისევ მასზე ამიყურადებული, ნახე. ჩაკვიტოს, გიჟი სკაი. მოიცადე. ო. შვიდად, გაჩერდი, ბიჭო. გაჩერდი, ბიჭო, მოიცადე. ისიც თქვი. ეხა ნახე, აპოლო იქა. აქ ზემოდან. ამ ადგილის ზედანაცის დღეს გავაკეთებს, მეგობრებო. აპოლოს და მარას აქ გადმოვიყვანთ. აქაურ ქრებს კარგად გავფე. ამის შემდეგ ისინი აქ დარჩებიან. ეხა მოდი ერთი სუნდურმა ვნახოთ. გოქან, შენ არა ხვიდეზევით, მე ავარ. ჰექტორი ქრემოდ დარჩეს. ნახე, ჩვენი სუნდურმა ესეთია, ჯერ არ დასრულებულა. მიწიდან ცოტა მაღლა გამოვიდა. დაახლოებით ალბათ 2 მეტრი 50 სანტიმეტრი სიმაღლე აქვს. 4 მეტრი სიგრძის გავაკეთეთ. ზემოდან ეს სახურავები. ამ კუთხეს ვინ უკბინა, შვილო? სახურავის კუთხეს. შვილო, ეს ფაისალის გაკეთებულია. პანელის კუთხე გაუნადგურებია. მართლა გადამრევენ ესენი. ეს სახურავები უნდა დაედოს ფარდულს, მეგობრებო. მოდი შევიდეთ შიგნით, ნახოთ. მოდი სკაი. არა ნორა. დაიცადე. ამის შემდეგ წინა მხარეს ღარი გაუკეთეთ. როც ვიმა იქ წავიდეს. არ დავხუროთ, მოიცადე სკაი. შემდეგ აქ ღია დარჩა, აქ არის საქმეები პრობლემად იქცა. პრობლემაში ჩაგვაბდო. იქ ხელში ლითონი ქონდა, ლითონი მივამაგრეთ, ლითონით შავად შევღებეთ, რომ სუფთად გამოჩენილიყო. ამას წინა მხარესაც დღეს წყლის არხს გაუკეთებენ. არხს დავამაგრებთ. ამის შემდეგ აქ სახურავებს დავამაგრებთ, გადაირი ესე პირდაპირ, კარგად გამოჩნდეს. ამის შემდეგ, როცა სახურავების დამაგრდება,
აქ კარგი ჩრდილიანი დახურული სივრცე იქნება, მეგობრებო. ეს ვჭირდებოდა ჩვენ. აქ წესრიგს დავამყარებ, ამიტომ მინდოდა სუფთა იყოს ყველაფერი. საქმე ჯერ არ დასრულებოდა, სახურავიც უნდა კონდეს. აქ ყველაფერი მოწესრიგდება, ცვლილმანებიც გაკეთდება, კარკასი როგორც ეხლა ხედავთ, მზადაა. ესო დასრულდება. დღეს ჩემი გეგმა ასეთია. ამას კიდევ უფრო გავაგრძელებ. სექტემბრისთვის გავაკეთე გათვლა, ანუ ეხლა არა, ეხლა ეს ზაფხულში ჩვენთვის საკმარისია. მაშინ აქაც. კარგი, ეს სიურპრიზად დარჩეს. ხვალ დღეს დავაკეთებ და ნახავთ. სექტემბრისთვის თლიანად დავხურავ აქაურობას. ამის შემდეგ კარვებს და მსგავს რაღაცებს აკეთებენ, კეტავენ, მაგათაც გავაკეთებინებ ზამთრის დაწყებისას, სექტემბრის, ოქტომბრისთვის, ნახავრისთვის ნახავ უკვე. ამ ეტაპზე ძალიან მტკიცე და კარგი რამ გამოვიდა. აქ რა იქნება, ზემოდან დაფარავ ძმაო. აქ ერთი საქანელო უნდა ვიკიდო. დიდი საქანელები ხო არის, ორადგილიანი და ასე შემდეგ. ეგეთი დავდგავ. ყვავილები, წვრილმანი, რაღაცები. ძმაო, საქანელს მაკასზე შეგიძლია დააყენო. არა, ეგეთი საქანელი არა, ძმაო, ფეხებიანი რო არის, ხო იცი? იმას ვამბობ. მაკასზეც დავაყენებთ. ანუ მაკას თუ შეხედებ, მაგარი მყარად დგას, პრობლემა არა. სინამდვილეში ჩემი სურვილი ასეთი იყო. კონტეინერის ბოლოში 0-ზე 0 იყოს მეთქი, ეგ თქვი. 4 მეტრი რო გავაკეთეთ, ეს კარი შუაში მოვიდა. პრობლემა შეგვიქმნა. ეს 5 მეტრი უნდა გაგვეკეთებინა, 5 ან 6 მეტრი. მაშინ სივრცე ძალიან ვითროვდებოდა. მოდი დავამთავროთ, მეგობრებო, ეხლა ჩონჩხი 10-იანია, კარგია. დავამთავროთ, სახურავებს დავამაგროთ. ამის შემდეგ უფრო სუფთად გამოჩნდება. ქვეშაც როგორც თქვი, როცა დეკორაციას და დეტალებს დავამატებთ, ეხლა კონტეინერში ჩემი ყველა ნივთი ვერ დაეტევა. აქ კარადას თუ რამეს გავაკეთებინებ. ბევრი საქმე გვაქვს, აქ განათებაა გასაკეთებელი. რა ვიცი, კომუნიკაციებია გასაკეთებელი. ავეც ვიყიდით. დივანს დავდგამთ, სუფთად. საქანელა, წვრილმანი, ყვავილები, ესა, ისა, ყველაფერი. აქ ძალიან კარგად ის გავაკეთებთ. იმედია თვის ბოლომდე ღმერთმა თუ ინება, ყველაფერს მოვაგვარებ, კარგი განათებაც იქნება აქ. კარგი, წარმატებებს გისურვებთ, თუ თქვენს გაქვთ ჩემთვის რაიმე რჩევა, აქ ეს გააკეთე, ასე გამოიყენეო თუ გონიათ. კომენტარებში დაწაგეთ მეგობრებო, თუ რამე ისეთი იქნება, რაც მომეწონება, გავითვალისწინებ და გავაკეთებ. გაკეთების პროცესში ვიდეოს ვერ გადავიღე, რადგან სავებავისა და შეგების საქმეებით ვიყავი დაკავებული. ამ ბოძების შევება და ასე შემდეგ. შესაძლებლობა არ მქონდა. დღეს შეიძლება როცა სახურავს დავამონტაჟებ, გადავიღო. ამის შემდეგ ნახავ ძმაო, ესეც კარგად უნდა შეიგებოს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი აზრით ყველაფერი 10-იანზეა. ნენელა ფერმას წესრიგში ვაყენებთ, დენიც გავიყვანეთ, წყალიც გვაქვს. კონტეინერებიც, საცხოვრებელი სიმსეებიც დავდგით, ფარდუნიც გავაკეთეთ, გალიებიც შევაკეთეთ. რა თქმა უნდა, აქ დიდი ფერმაა, კიდე ბევრი საქმე იქნება, მაგრამ ჯერ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი წესიერად მოვაწყოთ, სუფთა იყოს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, შვილებისთვისაც ვაკეთებთ, როგორც ხედავთ. ასე რომ ლამაზი და საცხოვრებელი ადგილი იყოს ხოს. მინდა ზაფხული კარგად დავიწყო ძმაო. ეხლა ზაფხულისთვის მუშაობთ, მაგრამ იმედია ზაფხულში აქ ძალიან კარგად გავატარებ დროს. ბავის ავეცას ვიყიდი და ასე შემდეგ. ანუ ღმერთმა თუ ინება, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ვქვი, თუ რაიმე რჩევა გაქვთ, კომენტარებში დამიწერეთ ძმაო. ამ ეტაპზე ჩემი აზრით, აქ ყველაფერი 10-იანზეა. მოდი გაიარეს, კაი. ჰექტორ ბაბა. სად არის ბიჭო ჩემი ლომის შვილი? სად არის ბიჭო ჩემი სიმპათიური შვილი? არის ჩხუბებთ, კარგი? ჰექტორი, მაშალა, ძალიან სიმპათიურია. ჩემი შვილი იაგუარივითა. ნახე, სკაი, ნახე. სკაი, კაცივი დგომა არ გინდა შვილო. მოიცადე, კაცმა შე რა დაბიშავა, ჭკვიანად იყავი. ჰექტორიც ჩემს, ნახე? ნახე? ჰექტორს საერთოდ არ აინტერესებს. ჰექტორი, მაშალა, ძალიან მშვიდია. მეტად ყველა ასეთი იყოს. სკაის ჩხუბს ეძებს. მოდი. ბიოგანი, დღეს აკაუს საქმეს მორჩებით. თუ დავფარავთ ძმაო, მარაზი და აპოლონი აქ მოვიყვანოთ. მინდა ძმაო, ესენი ეზოში თავისუფლად გაუშვა. ხტება. ახედა რო შეხედო, 2 მეტრია. ახედა ხტება. ეხლა რას გავაკეთებთ მის ზემოთ? რაღაცას მაინც გავაკეთებთ, არ ვიცი, ნახავთ. ვიფიქრებთ, დავფიქრდებით. რასაც შევძვით, იმას მოვაწყობთ. აქედან გადადი, უკან მოყვები, უნდა ჩავკეტოთ ისინი ძმაო. სხვა გამოსავალი არ არის. ამჯერად გამოსავალი არ არის. გარბიან, არ უნდა გაიქცნენ, ანუ სკაის ისეთი მაგარი ადგილი გაუკეთეთ, გიჟივი ცდილობს თავისი პირი დაანგრიოს და დაამთვრიოს ისინი. ადგილზე არ ჩერდება, რო დავაბა, მაშინაც მეშინია რო გაიქცევა. ძმაო, ჩვენ რო ვუვლით ძაღლებს, სულ დომინანტი ჯიშები არიან, ძლიერი ძაღლები. ესენი ისეთი არის, ისეთები არიან, გოლდენს და სხვებს არ გვანან. როცა ჩხუბობენ, ძალიან მკაცრები არიან.
ამიტომაც მათთვის ძალიან მტკიცე რაღაც უნდა გააკეთო. ესეთი დომინანტური ჯიშების ერთად მარხვა მართლა ძალიან რთულია. ნახე. ვინ გააკეთებს ამას, ა? სადაც სოფლიოში ყველაზე დომინანტური ძაღლები არიან, ყველა აქ მოვაგროვე. ვინ გააკეთებს ამას, კაცო? ამათ მართვა ადვილია. ჰექტორ, მიდი, სათხარ შენ. ჩემი სიმპათიური ბიჭი, ეს კაცია, ნამდვილი კაცი. კაცია. წაიყვანე გიოქან. ჰექტორი გამოვიყვანოთ. როგორც ცდილობს აქ გატეხვას რა? თუ არა, აქ ყველაფერი 10-იანებით გამოვიდა, ძმაო. სულად მტკიცეა, აი ესე. ძმაო, ნახე, არ დაიჯერებ. ეგ ზვურბლი გამოაჩინე, ზემოდან დააზუმე. აი იმ კუთხეში კედლის ძირია, ხო იცი? უშინ მედუზა იმ ვიწრო ადგილიდან გაიცა, ძმაო, ისეთი პატარაა, ხო იცი? ანუ თუ შეკრებ, ის ადგილი დაახლოებით 10 სანტიმეტრი იქნება, ძმაო, ეს. მედუზა იქიდან პირდაპირ გაიქცა, გადავიდა, ძმაო, გუშინ ბაღში. მერე აქ გადმოვიყვანეთ. მეზობელ გალიაში იყო, ის ადგილი დაგვავიცდა. მერე გაიქცა და წავიდა. აბა რას იზამ? ბოჯუკი მაჩვენე ერთი. ბოჯუკ. რას აკეთებ, სიმპათიურო ბიჭო? პრობლემური ბოჯუკი. სად არის ჩემი ბიჭი? სად არის ჩემი ასლანი? მაშალა შენ. ჰე, მოდი, მაზლუმს და ჯოკერს გავკვეთ, ნახოთ. მაზლუმ, ჯოკერ. ისინი იქ კარგად არია. როცა ცოტა კიდე დათმება, იქ ერთი მზისგან დამცავსაც გაუკეთებ. სუფთა რაღაცაა, ხო, მიხვდი? იქ დარჩეს ორივე ძმაო. სუფთად დარჩნენ. დაიცადე. ის შლანგი ჩადე შიგნით. ოდინთან ერთად ვაჩვენოთ, ბელამ რაც გააკეთა. შლანგი ჩადე მასში. ეხლა ნახე, ეგ გალიაც. აქედან გაიარა. ნახოს, წყალი შეიწოვს. გოგო, აქ რატო დააბინძურე, ზეინა? ზეინა ცოტა ხნის წინ აიჭრა და გაგიჟდა, ძმაო. დაიცადე, ნახო. არა, ძმაო, არის. წყალი არ დამთავრებულა, ნახე. არის, ხო? ასე არ დააჭირო ხელი. კარგი, არის ხო წყალი? ასე არ დააჭირო ხელი, აბრუნებ, ანუ თუ არა და. დაიცადე, წყალი ამოვიდეს ნორმალურად. დაიცადე, ზეინა, გაიკეცი, აბა. გაიკეცი, აბა, შვილო. კარლოს, რა მდგომარეობაშია ყველაფერი, კარლოს? სევკი კარლოსი. ახლა ზავრეცხე, ხედავ? ფიცვდებ. 1 საათიც არ გასულა. მაშინვე ჩაზირე ძმაო გალიები. გაიკეცი, ალექს, გაიკეცი. როდის დაიცვი? დაგბანო? ალექს ბანაობა უნდა. გაგრილდი, ნახე. მაშალა ჩემს გოგოს, დამწვარა. გაგრილდე შემი გოგო. ალექს, შენს გვაზე წაგიყვანო, შვილო. ალექსი ჩვეულებრივად წყალს გაურბის, მაგრამ ეხლა არ გაცეულა, ძმაო. ყოჩახ. მართლა არ გაცეულა. წყალიც დავასხათ. ასლანს წყალს დავალევინებთ. ნახე, ეს რა ფსიქოპატია. სრულიად პრობლემური ტიპია, ძმაო. ამის გამო ვეღარ ვეცხავ მის გალიას. ფსიქოპატი. წადი იქით. წადი. კარგი. კარგი. გაიქეცი შვილო. ერთი, გაიწიე, ვასუფთავეთ, გაიწიე. ეხლა ნახე, ბელას შეხედე. ღმერთის ფსიქოპატები არიან, წყლის მტრები არიან ესენი. სხვათა შორის ამას ჩიტივიც აკეთებს. ჩიტირის რო ჩავსვა ეხლა გალიაში. ისიც იგივეს გააკეთებს. ჩვენი როტვეილერები გიჟები არიან, ძმაო, ნახე აქ. ისიც ძალიან კარგია, დილით 100-ას დავბანე. ნახე ეხლა 100-ა ჭკვიანად დგას. ნახე ეხლა 100-ა ისე დავიბანო, ჩემო გოგო. 100-ა დავიბანოთ. ნახე. ხედავ? 100-ას რა კარგად დგას. ბრავო, ჩემო გოგო. კარგად გაგრილდეს ჩემი სიყვარული. კარგად გაგრილდეს ჩემი ბავშვი. ამიდები ცხელია, ხო? ცხოველები იხუთებიან, ჯერ კიდევ არ დაწყებულა ნამდვილი სიცხე. მოვიდეს, ვნახოთ, ივლისი და აგვისტო. მოვიდეს ივლისი და აგვისტო, მაშინ ნახავ. კიდევ არის რამე დასაბანი? დესტანი. დესტან, მოდი დაგმა, გაგრილდებში. დესტან. ნახე.
ნახე. კარგად გააგრილე თავი. ყოჩახ. შეშლილები ხართ. ჩვენ არც ერთი ჭკვიანი ძაღლი არ ყავს. ყველა გაფრენილია. ყველა ჯანდაბა. საინტერესოა, ზღვაზე რო წავიდეს, იქაც იგივეს გააკეთებს. კარგად გაგრილდი. ალექს, მოდი კიდევ ერთხელ დაგბანო, ალექს. მოდი. ოო! კარლოსაც დავბან. კარლოსი როგორ გარბის? დახურე გოქან. ჰექტორის დაბანე, ჰექტორი. ჰექტორი გარბის, ხო? წყალი გათავდა, წყალი გათავდა. გამორთე. ეხა ამის სუდი მხარე ისაა, რომ წყალი გათავდა, გასაკეთებელი არაფერია. პრესაც ძმაო, გადავწყვიტეთ თქვენთვის გადახურული ადგილი გაჩვენოთ, იმედია საღამომდე მის საქმეს დავასრულებთ. დღეს ისევ სარემონტო სამუშაოები გვაქვს. იმ გალიებში, ოთახებში შევავთ, ვნახოთ, მოდი კარები გაუკეთოთ. ძაღლებს ნელ-ნელა შევაგროვებთ, თუ გინდათ მათი ვიდეოც კომენტარებში დაწევით. როცა სარემონტო სამუშაოებს ვაკეთებ, მაშინაც გადავირებ და გაჩვენებთ, მეგობრებო. მიყვარხართ ძალიან. არ დაგავითლეთ ვიდეოს მოწონება და აღზე გამოწერა. კარგად მოუვარეთ თავს, ნახვამდის. კარგად იყავით, მეგობრებო.